საქართველოს კონსტიტუციაში სასამართლო სისტემის საკითხებზე ცვლილება შევიდა. საქართველოში მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნოს. სასამართლოებს უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ. საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ჟურნალისტების ჩართულობა მხარეების პროფესიონალიზმის დახვეწას ხელი შეუწყო. გადაცემა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით. ეთერშია გადაცემა მართლმსაჯულება. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, აჭარის რადიოს პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 104-სა და 5-ზე თქვენ ისმენთ გადაცემას მართლმსაჯულება, რომელსაც მე ჟურნალისტი თამილა დოლიძე გავუძღვები, ჩემთან ერთად კი პირდაპირ ეთერს რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი უზრუნველყოფს. გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით არის მომზადებული. დღეს ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე გახლავთ. მოგესალმებით ბატონო. მივესალმებით თქვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. თავდაპირველად კი ბატონ ლევანის რეზუმეს შემოგთავაზებთ. ლევან მიქაბერიძე დაიბადა 1982 წლის 7 მარტს თბილისში. 1999 წელს თბილისის 192 საჯარო სკოლა დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა და 2005 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სპეციალობით სამართლის მცოდნეობა. საატესტატო კომისიის 2005 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 2001 წელს ჩააბარა და 2005 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის ბაკალავრიატის სრული კურსი სპეციალობით მეტეოროლოგია და ატმოსფეროს ეკოლოგია. 2006 წლის ივნისამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელერიისა და მოქალაქეთა მისაღების კურიერად მუშაობდა. 2006 წლის 9 ივნისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს კანცელერიის სპეციალისტად. 2007 წლის 23 აპრილს ამავე ბიუროს საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებაში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიამაგრეს. 2009 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბიუროში სხდომის მდივნად დაინიშნა. 2010 წელს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბიუროში მუშაობდა. 2011 წელს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე დაიყვანეს. 2011-2012 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელერიის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სექტორის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2012 წლის ნოემბერში სიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად ჩაირიცხა. 2013 წლის ნოემბერში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად მუშაობდა. 2013 წლის 29 ნოემბერს მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა და უფლებამოსილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახორციელებს. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა, ასევე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. ეთერშია გადაცემა მართლმსაჯულება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონ ლევან, ძალიან მოხარული ვარ რომ მობძანდით ჩვენს გადაცემაში სტუმრად, გამონახეთ დრო თქვენი ძალიან დატვირთული გრაფიკიდან. შარშარ ბრძანდებოდით ორჯერ სტუმრად ჩვენს გადაცემაში და მაშინაც მივიღეთ ამომწურავი პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რაც ჩვენს გადაცემას გააჩნდა. და პირველ კითხვას დაგისვამთ ისეც, რომელიც ეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს. აი ამ ცოტა ხნის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი სამოქალაქო დავის მხარეების მიერ სოციალურ ქსელში მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების შესახებ განცხადება გაავრცელა და მხარეებს მოუწოდა დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და თავი შეიკავონ მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან. სასამართლომ ასევე მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის. საქმე ეხებოდა მსმენელს რო შევახსენოთ სამოქალაქო დავას, რომლისაგან სასმელი წყლით სარგებლობის ხელის შეშლის აღკვეთა უფლების აღიარება წარმოადგენდა. მოსარჩელეები იყვნენ ჯემალ ფატი და არჩილ სურმანიძეები, მოპასუხეების ომარ ვალერი და ვეფხია სურმანიძეების წინააღმდეგ და რაიმე შედეგი კი თუ მოყვა თქვენს განცხადებას ბატონ ლევან. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ამ საკითხთან დაკავშირებით მე შემიძლია გავაკეთო განცხადება იმგვარი, რომ ზოგადად სასამართლოს მიერ სასამართლოს სახელით გავრცელდა, ასე ვთქვათ, ამგვარი შემაკავებელი ხასიათის განცხადება.
სტანდარტი და მიდგომა სასამართლო ხელისუფლების ამ საკითხებთან არის იმგვარი, რომ თითოეული მოქალაქე უნდა ემორჩილებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების მართლწესრიგს. ეს არ არის საკითხი, ასე ვთქვათ, კულისებში განსახილველი და სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეებში. უნდა დაველოდოთ ნებისმიერი მოქალაქე, ფიზიკური იურიდიული პირი, უნდა დაველოდოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, კანონიერ ძალაში შესვლას და შემდგომ უკვე განსაზღვროს, ასე ვთქვათ, მისი სამართლებრივი წესრიგი სადაო საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ასე ვთქვათ, შედეგით უკმაყოფილო მხარემ ამა თუ იმ ფორმით ნებისმიერ, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში, მასმედიის საშუალებით აკეთოს კონკრეტული განცხადებები, რომელიც რა თქმა უნდა მიმართული იქნება კონკრეტული მოსამართლის შეურაცხყოფისაკენ და ზოგადად სისტემისთვის იქნება შეურაცხყოფილი. რამდენადაც ამ კონკრეტული შემთხვევებში და მაგალითების განხილვის ფაქტებში შესაძლებელია შეილახოს საზოგადოების, ასე ვთქვათ, უпростоრეთ სასამართლოს იმიჯი და სანდოობა სხვა, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ წრეებთან მიმართებაში. რამდენადაც არ არსებობს, ასე ვთქვათ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ორივე მხარე იქნება უკმაყოფილი. ეს შესაძლებელია განხილული იქნებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფორმატში, როდესაც საუბარი გვაქვს მორიგებით საქმის წარმოების დასრულებაზე. ხოლო სხვა შემთხვევაში ბუნებრივია ერთ-ერთი მხარე, ანუ რომლისთვისაც ხელსაყრელი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ის იქნება უკმაყოფილო, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას პირველი ინსტანციის, ანუ საბოლოო ინსტანციის არ აქვს მნიშვნელობა აკრიტიკოს გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმგვარი მართლწესრიგით, როგორც შემოგთავაზა პირველი ინსტანციის სასამართლომ. თუ ჩვენ არ ვიზიარებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეგვიძლია სამართლებრივი თვალსაზრისით გავასაჭიროთ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და დაველოდოთ შემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ხელსა არახასასრული შედეგის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ამის მორალური უფლება, რომ ვაკეთოთ ამგვარი განცხადებები და შეურაცხყოფა მივაყენოთ კონკრეტულ მოსამართლეს. ბუნებრივია მოსამართლეს გააჩნია თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს თმენის ვალდებულების ფარგლები ზოგადად არ აძლევს ამა თუ იმ პირს, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი სახის განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას. ბუნებრივია მან უნდა შეიძლება რაღაც კონკრეტული შედეგით უკმაყოფილო მხარემ გარკვეული, ასე ვთქვათ, თავისი აზრი გამოხატოს საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზანმიმართული მოსამართლის, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფისაკენ, იმდენად რამდენადაც აქ კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ უნდა ავიმაღლოთ სამართლებრივი თვითშეგნება და დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ფორმით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ შემოგთავაზა. თუ კი ეს არ იქნება ჩვენთვის მისაღები, შეგვიძლია გავასაჭიროთ და სამართლებრივი შედეგი, რა თქმა უნდა, არსებობს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საკასაციო ინსტანციის სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო და საბოლოოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი წესრიგი მივიღოთ. იმდენად რამდენად ეს არის საბოლოო შედეგი სადაო საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ორივე მხარე ვერ იქნება, რა თქმა უნდა, კმაყოფილი თქვენ მართალი ბრძანეთ, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფორმა, გარდა ინსტანციების არსებობს მორიგების ინსტიტუტი, არსებობს სხვა ინსტანციებში გასაჩივრების ინსტიტუტი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. კი გეთახმებით, ანუ საკითხი დგას ამგვარად. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მხარე სასამართლო წესი ცდილობს საკუთარი უფლების დაცვას, ბუნებრივია, სახეზე გვაქვს ორი უფლებრივი კონკურენცია, ანუ კონკრეტული პირების უფლებრივი კონკურენცია, რომელიც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით უნდა მოაწესრიგოს. მაგრამ პირველი ინსტანციის მიერ, ასე ვთქვათ, მიღებული გადაწყვეტილება ბუნებრივია არ ნიშნავს, რომ საკითხი საბოლოოდ ამგვარად გადაწყდა. რამდენადაც შედეგით უკმაყოფილო მხარებს კიდევ ვიმეორებ, რომ აქვთ მოლოდინი და ლეგიტიმური უფლება იდაონ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და საბოლოო წესრიგი განსაზღვრონ, ასე ვთქვათ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ბატონ ლევან, სანამ დაგისვამდეთ კითხვებს სასამართლოში და ბოდიში თუ ერთი პასუხეთ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა რა შედეგი მოყვა, ნუ სასამართლოს სახელით, ანუ გაკეთდა განცხადება, რომ ყველას მოუწოდა სასამართლომ, რომ ეს არ ყოფილა, ასე ვთქვათ, კონკრეტული ინდივიდის, ანუ ასე ვთქვათ, მოსამართლის, ასე ვთქვათ, პროტესტი და გამოხატვის ამგვარი ფორმა. ეს იყო უბრალოდ სასამართლოს სახელით გაკეთებული განცხადება და შედეგი, თუ რა შედეგი მოყვა ამ განცხადებას, ნამდვილად არ ვიცი, იმდენად რამდენადაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი, ასე ვთქვათ, სასამართლო, ასე ვთქვათ, მიდგომა ამ ფორმატით შემოიფარგლა. შემდგომ უკვე შესაბამისი, ასე ვთქვათ, რეაგირება ალბათ მოყვება ამ განცხადებას. სანამ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე დაგისვამდეთ რამდენიმე კითხვას, ბატონ ლევან, სხვა კუთხით შეგეკითხებით, თქვენ ხშირად ხვდებით მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ეს სოციალურ ქსელში ძალიან კარგად ჩანს, თქვენს გვერდზეც აისახება, ქოურჯიზე.
და რა სახის შეხვედრებს ატარებთ, ვისთან, აი რომელ მოსწავლეებსა და სტუდენტებთან ატარებთ ამ შეხვედრებს, რაზე საუბრობთ ხოლმე? უბრალოდ მასტერკლასებს უტარებთ, ლექციებს ატარებთ, თუ კონკრეტულ მაგალითებზე ესაუბრებით. ვიცი რომ არსებობს ასევე იმიტირებული პროცესების პრეცედენტიც. იქნებ ამაზეც საუბრობთ. დიახ, მოგახსენებთ, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს აქტივობა ამგვარი ფორმით მიზნად ისახავს რამოდენიმე ასე ვთქვათ ასპექტზე ყურადღების გამახვილებას და ზოგადად საზოგადოების ჩართულობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი შეთავაზება სტუდენტებისათვის, მოსწავლეებისათვის, მათთვის ასე ვთქვათ ხელშეწყობა რომ განახორციელონ იმიტირებული პროცესები და შედარებით ანუ ასე ვთქვათ მეტი პრაქტიკული უნარჩვევები გამოიმუშავონ თითოეულ სამართლებრივ საქმეთან დაკავშირებით. ამაზე არის ორიენტირებული სასამართლო გარდა ანუ მარცხაჯულების ფუნქციის განხორციელებისა ჩვენი მიდგომა საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული ინტერესის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ საზოგადოების მოთხოვნილება. აქ საუბარი გვაქვს ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდებზე, სტუდენტების გარკვეულ წრეებზე, რომლებიც კონკრეტული საკითხებით ინტერესდებიან და არის შემოთავაზებები კონკრეტული მოსამართლის მიწვევის ამა თუ იმ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, როგორც თეორიული ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული, ასე ვთქვათ, სწავლების ფორმატში კონკრეტული საკითხის განხილვის წინაპირობის გათვალისწინებით. ანუ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი აქტივობა ამით არ შემოიფარგლება, იმდენად რამდენად ჩვენი კოლეგები ყველა ამ აქტუალურ პროცესებში ვართ ჩართული, თუ კი რა თქმა უნდა დაინტერესება იქნება კონკრეტული სასწავლებლის კონკრეტული ასე ვთქვათ პირების ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ხელი შეუწყოთ და ანუ საზოგადოებრივი აქტივობაც განვახორციელოთ იმ თვალსაზრისით რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ზოგადად პრობლემურ და სამართლებრივ საკითხებზე პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას და ზოგადად პრაქტიკული ხედვის განვითარებას. მეც ამოვნებით მოვისმენდი ასეთ გაკვეთილებს და მასტერკლასებს თქვენგან. და არის ანუ თავნამშრომლობ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მე რამოდენიმე ასე ვთქვათ სალექციო კურსი ჩავატარე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიწვევით ვიყავი. ძალიან სასიამოვნო თვითონ პროცედურა, მიმდინარეობა, იმდენად აქტუალური კითხვები ისმის და იმდენად აქტუალური სტუდენტები ყავს მოსწავლე ახალგაზრდობა, დიახ, ძალიან დიდი ინტერესი გამოხატავენ და ძირითადი ინტერესის სფერო მოიცავს უბრალოდ იმ პრაქტიკულ უნარჩვევებს და პრაქტიკულ მაგალითებს, რომელიც ასე ვთქვათ მარცხაჯულების სისტემაში და პროცესში ძალიან ხშირია და ხელმისაწვდომობა ამ თვალსაზრისით შედარებით ნაკლები აქვს, იმდენად რამდენადაც ისინი თეორიული დონის ცოდნით შემოიფარგლებიან და ის პრაქტიკული მაგალითები მათთვის უფრო მეტად ამაღლებს იმ ასე ვთქვათ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერებას და უფრო მარტივად ახმადი არის თითოეული პრაქტიკული არის ალბათ იმიტირებული პროცესიც, რომ ერთ-ერთს მეც დავესწარი და ვიყავი ნაფიცი მსაჯული. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დიახ, ანუ ამ იმიტირებული პროცესების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ესე იგი პროცესის მონაწილე პირებს, პირობითად პირებს, მხარეებს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი არგუმენტაციის, ანუ კონკრეტული ასე ვთქვათ მაგალითის ფარგლებში იმიტაცია მოახდინონ კონკრეტული სადავო საკითხის გადაწყვეტის და ეძლევა სრული შესაძლებლობა უნარჩვევების გამომუშავების, მათი ასე ვთქვათ ცოდნის რეალიზების და მოლოდინის ახმის თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს უფლების არასწორ განხორციელებას, არასწორად წარმოდგენას არგუმენტაციის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ითავისებენ ასე ვთქვათ იმ როლს, რაც აკისრია მოსამართლეს და რაოდენ საპასუხისმგებლოა თითოეული ინდივიდუალური შემთხვევის გადაწყვეტა მოსამართლის მიერ. ძალიან საინტერესოა ეს სასამართლოების მუშაობის შესახებ, თუ დევს ამომწურავი ინფორმაცია სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებში და ზოგადად მოსწავლეს, რომელიც ამ საგანს გაივლის, რა წარმოდგენა ექნება ქართული მარცხაჯულების შესახებ და რაიმე ცვლილება ხომ არ არის შესატანი ამ ტიპის სახელმძღვანელოებში ბატონ ლევან? ზოგადად ამ კითხვაზე კომპეტენტური და ასე ვთქვათ ამომწურავი პასუხის გაცემა მე გამიჭირდება, იმდენად რამდენადაც არ ვარ განათლების სამეცნიერო სისტემის წარმომადგენელი და ამ მეთოდიკა, ამ ასე ვთქვათ სწავლების შედარებით ნაკლებად მესმის, თუმცა ძალიან მახარებს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან გაიზარდა ასე ვთქვათ სამოქალაქო განათლების აქტივობა, ძალიან კარგია რომ დაინერგა სკოლაში ამგვარი სწავლება, იმდენად რამდენადაც ეს ასე ვთქვათ სწავლების ამგვარი ფორმა ამაღლებს საზოგადოებრივ ცნობიერებას სტუდენტებს, ბავშვებს, ანუ
სკოლის ასაკში უყალიბებდებათ ის მატერიალური ღირებულებები, რასაც ეფუძნება ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა და ვთვლი რომ ეს წაადგება არა მარტო მათ ინტერესებს, არამედ სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას. იმდენად რამდენადაც ასე ვთქვათ სკოლაში შეძენილი საბაზისო ცოდნით მათ უკვე ექნება თუ გამომუშავებული პრაქტიკული უნაჩვევები და ჩამოყალიბებული გარკვეულ ასე ვთქვათ სამოქალაქო საკითხებთან საკუთარი ხედვა, რომელიც მას ინდივიდს როგორც ასე ვთქვათ საზოგადოების სრულფასოვან წევრს მისცემს შესაძლებლობას საკუთარი უფლების სრული რეალიზაცია მოახდინოს. მართლმსაჯულების კონტექსტით ასე ვთქვათ სწავლების მეთოდიკის შემოღება განათლების სისტემაში ვფიქრობ, რომ ხელშეუწყობს იმ ღირებულებების ასე ვთქვათ დამკვიდრებას და საზოგადოების ანუ თვითონ მოსწავლე ახალგაზრდობის მიდგომას კონკრეტულ ქცევის წესებზე, რომელიც აკრძალვებს აწესებს, რომ გარკვეული სახის დისტანცირება მოახდინონ ამ საკითხებთან დაკავშირებით. იმდენად რამდენადაც საბოლოოდ ეს ყველაფერი კომპლექსურად განხილვის შედეგში გვაძლევს ანუ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ თავიდან იქნება აცილებული ბევრად ასე ვთქვათ ისეთი მნიშვნელოვანი და რთული საკითხები, რომელიც შეიძლება შემდეგ უქმნის პრობლემებს ანუ შემდგომ უკვე ასე ვთქვათ შეიძლება იყოს საფუძველი გარკვეული სახის ასეთ გაურკვევლობების თავიდან არიდების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მაგალითად მე გუშინ კონფერენციას უძღვებოდი თემაზე ნაადრევი და იძულებითი ქორწინება და მე დამჭა შთაბეჭდილება რომ სამოქალაქო განათლების წიგნებში მიუხედავად იმისა რომ ბავშვებს ამას ასწავლიან სამოქალაქო განათლების წიგნებში ამაზე ბევრი არ წერია. ეს ჩემი შეხედულება არის. და კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი ალბათ მაგიცით რა არის სამოქალაქო განათლების კარგი პედაგოგები როცა ყავთ ბავშვებს ისინი უფრო ბევრი ინფორმაციას იღებენ ციგნის მიღმა, სახელმძღვანელოს მიღმა, ეს არის ალბათ. და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ცნობით არასრულწლოვანთა საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების სპეციალიზაციის პროცესი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში იწყება. ზოგადად ადამიანები, რომლებიც ამ საქმით დაკავდებიან, შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო ინსტრუმენტები, ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები, ძალადობა ბავშვზე, მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე, დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა, გამოკითხვა. თქვენ თუ გადიხართ, აი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუ არის კონკრეტულად ვინმე, ან შეიძლება ყველა არ შეიძლება რომ იყოს არასრულწლოვანთა საქმეებს ვინც განიხილავს, თუ არის კონკრეტულად ასეთი ვინმე მოსამართლე, რომელიმე მოსამართლე ან თუ მზადდება ის ადამიანი, რომ თქვათ შემდეგ განიხილოს, რომ მე როგორც ვიცი, არასრულწლოვანთა საქმეებს ცოტა ხანში თავისი მოსამართლე, თავისი ადვოკატი და ასე შემდეგ ეყოლება. მადლობა კითხვისთვის, ძალიან საინტერესო და აქტუალური კითხვა. იმდენად რამდენადაც პირველ რიგში ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბუნებრივია მომიწევს ახსნა იმის, რომ მე არ გახლავთ სისხლის სამართლის სპეციალისტი, მოგეხსენებათ, რომ პირველ ინსტანციის სასამართლოში ანუ განიხილება როგორც სისხლის სამართლის საქმეები, ადმინისტრაციული საქმეები და სამოქალაქო საქმეები. ანუ ეს ნოვაცია მე შემიძლია როგორც ასე ვთქვათ ინფორმაციის დონეზე კონკრეტულად მოგახსენოთ იმ თვალსაზრისით, რომ ძირითადად არ ვარ ამგვარი სიახლეებით, ასე ვთქვათ, ინფორმირებული, იმდენად რამდენადაც არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი. თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ესე იგი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული იქნა ეს პროექტი და შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ადრე ქართულ საკანონმდებლო სივრცეში პრაქტიკულად არ ხვდებოდა და ასე რომ ვთქვათ, ახალი ნოვაცია არის. ამ კოდექსში პრაქტიკულად განსახილველი საკითხები, ეს არის სიახლე იმგვარი, რომ არასრულწლოვანთა საქმეები მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებში სპეციალიზებულმა პირებმა, იქნება ეს მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, ადვოკატი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ მათ უნდა განიხილოთ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ვიწრო, ასე ვთქვათ, სპეციალიზაცია განისაზღვრა არასრულწლოვანთა საქმეებთან დაკავშირებით, იმდენად რამდენადაც მაქსიმალურად იქნას ესე იგი აღმოფხრილი ყველა ის გაურკვევლობა, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება არასრულწლოვნის ინტერესის საზიანო აღმოჩნდეს. და პრაქტიკულად ჩემი აზრით ამ ასე ვთქვათ რეგულაციის შემოღება იყო
სავსებით სწორი, დროული და მართებული. ზოგადად ეს კოდექსი ადგენს, ესე იგი არასრულწლოვანის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვანის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, ანუ საჯელის და სხვა ზომების ახსრობის სპეციალურ წესებს და მიზნად ისახავს, ესე იგი მართსაჯულების პროცესში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვას. ანუ პრიორიტეტი აპრიორში ეს კოდექსი მორგებულია არასრულწლოვანის ინტერესებზე, რომ მაქსიმალურად, ესე იგი უზრუნველყოფილი იქნეს მისი ინტერესების დაცვა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ აღნიშნული ნორმაცია, აღნიშნული რეგულაციის შემოღება აბსოლუტურად სწორი იყო, მართებული იყო და ბუნებრივია ამ კონკრეტული საკითხების დახვეწას დამუშავებას ჭირდებათ, რომ ჭირდება, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და როგორც ჩემთვის არის, რა თქმა უნდა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს არაერთი შეხვედრა, სემინარები, ტრენინგები, ეს არ შეეხება მხოლოდ მოსამართლეს. საუბარი გვაქვს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პირებზე, მათ შორის პროკურორებზე, გამომძიებელებზე, ადვოკატებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს ნოვაცია საკმაოდ სწორია, მართებულია და დიახ. და საბჭოთა დროს, აი 25 წლის წინ იყო თემას გავაგრძელებ, ბავშვთა ოთახები იყო. აი ბავშვთა ოთახებში მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართსაჯულებაზე მუშაობდნენ. ზოგადად შეიძლება ის არ გამოვიყენოთ ის პრაქტიკა, გამოვიყენოთ პრაქტიკა, რომელიც არის დასავლეთის ქვეყნებში მიღებული და რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულებითაც ეს არის ძალიან კარგი. ძალიან სწორი გადაწყვეტილება და ძალიან დროული გადაწყვეტილება. აი მოსამართლეებს სამკანონში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სამართალწარმოების შესახებ, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ და უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ შესანაცვლებებზე საუბრობენ უზენაეს სასამართლოში. კანონში ცვლილებების შედეგად მოსამართლეებს საქმეები ელექტრონული წესით გაუნაწილდებათ. ახლა მათ სასამართლოს თავმჯდომარეები ანაწილებენ და რას ფიქრობთ, ეს კარგი პრეცედენტია? ზოგადად ნებისმიერი სახის ცვლილება ბუნებრივია, მიზნად ისახავს გარკვეული სახის, ასე იგი პრაქტიკაში წარმოშობილი, ასე ვთქვათ, გაურკვევლობების აღმოფხვრას და შემდგომ ანუ მიმართულია და მიზნად ისახავს მართსაჯულების ხელშეწყობის განხორციელებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კანონ პროექტებზე გვაქვს საუბარი. ზოგადად შემოთავაზებული და ინიცირებული საკითხი ვფიქრობ არ არის ურიგო, პირიქით ძალიან კარგია, იმდენად რამდენადაც დღეს არსებული მდგომარეობით საქმეების, ანუ განაწილების პრინციპი არის იმგვარი, რომ შემოსული საქმეები ნაწილდება კატეგორიების მიხედვით, ბუნებრივია, სამოქალაქო ადმინისტრაციული და სისხლის და ნაწილდება, ესე იგი, ალფავეტური დღის, ასე ვთქვათ, განრიგით, ანუ რიგითობის მიხედვით ნაწილდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელექტრონული წარმოების პრინციპით ელექტრონული განაწილება გულისხმობს, ესე იგი, ყოველგვარ ჩართულობის გარეშე საქმის განაწილების პრინციპს. ანუ ადმინისტრაციული რესურსი იმ თვალსაზრისით, რომ თავმჯდომარის მიერ მოხდეს ამა თუ იმ საქმის განაწილება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვექნება. იმდენად რამდენადაც დღეს არსებული მდგომარეობითაც ბუნებრივია, გაურკვევლობა, წინაპირობა კონკრეტული კითხვის ნიშნების გაჩენის არ არსებობს ნამდვილად, იმდენად რამდენადაც პრაქტიკულად იგივე რეჟიმის დღის წესრიგი გვაქვს განაწილების, საქმეთა განაწილების, მაგრამ აი ეს ელექტრონული საქმის განაწილების პრინციპი უკვე მოხსნის ძალიან ბევრ კითხვებს, თუნდაც არ არსებულ კითხვის ნიშნებს, რომლის მიმართაც შეიძლება ვიღაცას გარკვეული რაღაცა ინტერესი გააჩნდეს. თუმცა ფიქრობ, რომ აბსოლუტურად მისაღებია და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი როგორც მოსამართლის დამოუკიდებელი მოსამართლის მიდგომა არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება თუ კი ეს დაინერგება, იმიტომ რომ აქ მე საფრთხეს ვერ ხედავ პირიქით, ეს ასე ვთქვათ, ხელს შეუწყობს მეტი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის და მეტი სტანდარტის დაწესებას. ზოგადად მოსამართლეებს, აი თქვენი კონკრეტული აზრი გავიგე და ზოგადად მოსამართლეები რას ფიქრობენ ამ ნოვაციას? ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეების მიდგომა არის ის, რომ არავინ არ არის წინააღმდეგი, ბუნებრივია ამგვარი განაწილება მოხდეს, იმიტომ რომ მოსამართლის პრობლემა საქმის განაწილებასთან დაკავშირებით ბუნებრივია არ დგას დღის წესრიგში. იმდენად რამდენადაც ჩვენი მოვალეობაა, რომ განვიხილოთ ის კონკრეტული საქმე, რომელიც განსახილველად დაგვეწერება და რომელიც რიგითობის წესით შეხვდება განსახილველად. აქედან გამომდინარე, რა ფორმატი ტექნიკური საშუალებით, რა ფორმით მოხდება ჩვენთვის საქმის გადმოცემა, ბუნებრივია ამას არსებითი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს. პირიქით, ეს მოგვიხსნის ყოველგვარი კითხვის ნიშნებს და ყოველგვარ დისკომფორტს, რა თქმა უნდა.
და სამომავლოდ სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლეები აირჩევენ. აი დგას ეს საკითხი დღის წესრიგში. როგორ ფიქრობთ, ეს უფრო უკეთესია თუ მოსამართლის დანიშვნის წესი, თქვათ, რომელიც ადრე იყო, უფრო იმუშავებს? თქვენი აზრი ამ საკითხთან ჩემი აზრით, როდესაც საქმე გვაქვს არჩევითობაზე, ბუნებრივია ყოველთვის კარგია ამგვარი ფორმით საკითხის გადაწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის გაურკვევლობა და სხვადასხვაობა, არ არის პრობლემა ამ საკითხში, რომ თუნდაც სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა დაასრულებენ ისინი თავიანთ ვადას, ხო? და დანიშნული ასე ვთქვათ თავმჯდომარეები ამოწურავენ მათი უფლებამოსილების ფარგლებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივია და შემდგომ უკვე თუ კი ამის აუცილებლობა იქნება, ბუნებრივია მიიღება, ასე ვთქვათ, ამგვარი საკითხი დღის წესრიგში უარყოფითი შეხვედრა დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით არ დგას. იმდენად რამდენადაც მეც როგორც მოსამართლე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაურკვევლობას ვერაფერს ვერ ხედავ. პირიქით, ძალიან კარგია თუ კი ამგვარი ფორმით მოხდება თავმჯდომარის არჩევა და მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არც მოქმედი თავმჯდომარეები არიან, ასე ვთქვათ, უკმაყოფილო, იმდენად რამდენადაც არავის არ გვაქვს მიდგომა იმგვარი, რომ მაინც და მაინც დანიშნვითი უნდა იყოს. ნებისმიერი სახის სრულება, ნებისმიერი სახის, ასე ვთქვათ, ინიცირება, ნოვაცია მისაღებია ჩვენთვის, თუ კი ეს არ შეზღუდავს ჩვენს დამოუკიდებლობის ფარგლებს და არ შეგვიქმნის რაღაცა, რა თქმა უნდა, არ შეგვიქმნის დისკომფორტს სხვაგვარად, სხვა ძალის ჩართულობის და ასე შემდეგ. და ბატონ ლევან, ამბობენ, რომ ძალიან ბევრი საქმე იხილება, ვთქვათ, ერთი დღის განმავლობაში და ვთქვათ, ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავს უფრო მეტ საქმეს, ვიდრე ვთქვათ, სხვა მოსამართლე და კითხვა ამასთან დაკავშირებით არა მაქვს, უფრო მაინტერესებს ყოფნის თუ არა არსებული რესურსი ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ უამრავი საქმის განსახილველად, რაც თქვენთან შემოდის და როგორ ნაწილდება ზოგადად. თუმცა ვისაუბრეთ ჩვენ, როგორ თქვენ თქვით, რომ ალფაბეტის მიხედვით და რა თქმა უნდა, რიგითობის მიხედვით. მე კითხვაზე მინდა პასუხი გაგცეთ იმგვარი, რომ ზოგადად მიდგომა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს კონკრეტული მოსამართლის გადატვირთულობას, კონკრეტული მოსამართლის არ დატვირთვას, ბუნებრივია დღის წესრიგად არ განიხილება ასეთი საკითხი არ დგას. იმდენად რამდენადაც ანუ მოსამართლეები თანაბარად ვარ დატვირთული საქმის კატეგორიების გათვალისწინებით. ბუნებრივია აქ ხედველობაში მაქვს სისხლის სამართლის საქმე, ადმინისტრაციული სამართლის საქმე და სამოქალაქო სამართლის საქმე. რა თქმა უნდა, სტატისტიკური მაჩვენებელი საქმეების გათვალისწინებით, კატეგორიის გათვალისწინებით არის სხვადასხვა გვარი, მაგრამ დატვირთულობა არის თანაზომიერი. იმდენად რამდენადაც კონკრეტულ კოლეგიაში მყოფი მოსამართლე არაფრით არ განსხვავდება ამავე კოლეგიაში მყოფი სხვა მოსამართლისაგან საქმის დატვირთულობის თვალსაზრისით. იმდენად რამდენადაც როგორც წეღან აღნიშნეთ და ზემოთ ვისაუბრეთ, საქმის განაწილების თანაბარი პრინციპი არსებობს. აქ არ არის გამორიცხული ჩვენს გადაწყვეტი, ანუ არ არის მიდგომა იმგვარი, რომ ჩემს ან თავმჯდომარის დამოკიდებულებაზე იყოს კონკრეტულად რამდენი საქმე უნდა დააწეროს ერთ მოსამართლეს და რამდენი მეორე მოსამართლეს. ვიმეორებთ, რომ საქმე ნაწილდება თანაბრად ყველა მოსამართლეზე. რაც შეეხება რესურსს იმასთან დაკავშირებით, ყოფნის თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებული რესურსი იმ საქმეთა სიმრავლეს, რაც რეალურად არსებობს, ბუნებრივია ამ კითხვაზე პასუხი არის ამგვარი, რომ არ ყოფნის. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტო ბათუმის საქალაქო სასამართლოს ასე ვთქვათ საკითხი. ამაზე ყველა ვთანხმდებით და ყველა ვაღიარებთ, რომ ზოგადად ძალიან გაიზარდა წინაწლებთან შედარებით, ასე ვთქვათ, სტატისტიკური მაჩვენებელი საქმეთა სიმრავლის. ეს შეეხება აბსოლუტურად ყველა კატეგორიის საქმეს და შესაბამისად ამან განაპირობა აუცილებლობა იმის, რომ ესე იგი მოხდეს რესურსის გადანაწილება, მოხდეს რესურსით, ასე ვთქვათ, გაზრდა, რომ შეექმნას სასამართლოს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ჰქონდეს უზრუნველყოს დროული მართლმსაჯულების განხორციელება და შეამციროს ეს საქმეთა, ასე ვთქვათ, ნაკადი. მაგრამ ჩემი აზრით ფიქრობ, რომ გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, საქმეთა სიმრავლის გაზრდა აისახება სასამართლოს იმიჯზეც, იმდენად რამდენადაც ამ სტატისტიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით შეგვიძლია ჩვენ დღის წესრიგად განსაზღვროთ სასამართლოს ნდობის ამაღლება, გაზრდა და ასე შემდეგ. და შესაბამისად ეს გვაძლევს ჩვენ პოტენციალს იმის, რომ უფრო მეტი ჩართულობით, უფრო მეტი დატვირთულობით ვიმუშაოთ. თუმცა დღის წესრიგად გვაქვს საკითხი, რა თქმა უნდა, განსახილველი იმგვარი, რომ აუცილებელი არის, ასე
ვთქვათ, საშტატო ერთეულის გაზრდა და მოსამართლის დამატება. ამაზე ფიქრობს, მუშაობს საქართველოს იუსტიციის საბჭოც. ნუ ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ასე რომ ვთქვათ, სტატისტიკური დამუშავების პრინციპის გათვალისწინებით მე არ შემიძლია ვისაუბრო, რამდენი იქნება მისაღები, რამდენი იქნება ასე ვთქვათ ის რესურსი, რაც გაწდება ყველაფერ ამას. მინიმუმ ალბათ ჩემი აზრით, მინიმუმ ალბათ 7 მოსამართლის დამატება აუცილებელი იქნება, იმდენად რამდენადაც რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება მარტო ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ზოგადად დიდ სასამართლოებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში და ამაზე მიდის მუშაობა და ფიქრობენ ამაზე თუ როგორ შეიძლება დაბალანსდეს ეს ასე ვთქვათ გაურკვევლობები, რომ კონდეს ხელმისაწვდომი მიმართაჯულების უფლება და ამ შედეგი მივიღოთ დროულად. ბუნებრივია რეჟიმი გვაქვს არ ვიცი ძალიან 24 საათიან რეჟიმში მუშაობ დღეს არსებული მდგომარეობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს დაახლოებით მინიმუმ 400 საქმემდე აქვს თითო მოსამართლეს. ანალოგიურ დატვირთვით მუშაობს ადმინისტრაციული კოლეგია, სიხლის სამართლის კოლეგია, ძალიან ანუ ასე ვთქვათ სტატისტიკური მაჩვენებლები კონკრეტული საქმეების მე გამიჭირდება როგორც სიხლის სამართალში ასევე ადმინისტრაციულ სამართალში თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი სადღაც 200 საქმე დაახლოებით ამ კატეგორიის ასე ვთქვათ საქმეებიც არსებობს ეს შეეხება სისხლის სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს და გარდა ამისა 24 საათიან დატვირთვაში განიხილება ის აღკვეთის ღონისძიების საკითხების სამართალდარღვევების საქმეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და გლობალური პრობლემაა და კანონი განსაზღვრავს თქვენ რამდენი უნდა განიხილოთ, აი მაგალითად ამბობენ ჟურნალისტები ზოგადად ამბობენ რომ და ბევრგან წამიკითხავს და მომისმენია რომ თქვათ მოსამართლეს რომელიც დილით იღებს გადაწყვეტილებას ზუსტად იგივე ხარისხის გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია საღამოს ანუ გონება იღლება და აი კანონით გაქვთ განსაზღვრული რამდენი საქმის განხილვის ვალდებულება შესაძლებლობა გაქვთ? არა, ბუნებრივია ასეთი ასე ვთქვათ ნორმა ვერ იარსებებს, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმს, რამდენი საქმე შეიძლება კონდეს მოსამართლეს. დღეს არსებული მდგომარეობით ყოველ შემთხვევაში ამოცემულობით ამგვარი ასე ვთქვათ დანაწესი სტანდარტი არ არსებობს, რომ კონკრეტულად ინდივიდუალურად მოსამართლეს უნდა გააჩნდეს წარმოებაში დავუშვათ პირობითად 50 საქმე. ბუნებრივია ასეთი შემოთავაზება ვერც იქნება. იმდენად რამდენადაც, აქ შეუძლებელია განისაზღვროს სტატისტიკური მაჩვენებელი საქმეთა შემოდინების და ასე შემდეგ. ხო, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეზე. შესაძლებელია დღიური დატვირთვა იყოს გაცილებით მეტი სხვა დღესთან შედარებით, მაგრამ ანუ ასე ვთქვათ, როგორც ასეთი მაჩვენებელი, რომ კონკრეტულ მოსამართლემ შეიძლება განიხილოს მხოლოდ 20 საქმე, 50 საქმე, ასეთი რაღაც არ არსებობს. გარდა ამისა, რაც შეეხება ხარისხს, ბუნებრივია გადაწყვეტილების ხარისხი არ არის დამოკიდებული საქმეების ოდენობას, ანუ პროცესის ჩატარებასთან. იმდენად რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება არა იმ დღეს და იმ წუთას, როდესაც პროცესი დამთავრდება. ბუნებრივია ამაზე მოსამართლე მუშაობს. რა თქმა უნდა, მოსამართლე მუშაობს, მოსამართლე ყალიბდება, უსმენს ხარებს და შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას, ასე რომ მიდგომა საზოგადოების რომ თუ კი მოსამართლე პირობითად დღის განმავლობაში ჩაატარებს 10 საქმეს მან შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ბუნებრივია უნდა გამორიცხოთ. იმდენად რამდენადაც ეს არ არის იმწუთიერი გადაწყვეტილება, მოსამართლეს გააზრებულია და გარდა ამისა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, არსებობს დრო, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ უნდა მიიღოს კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ სრული შესაძლებლობა აქვს მოსამართლომ გაანალიზოს საქმეში არსებული მტკიცებულები, ხარის პოზიციებიც და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. და აი ბათუმის საქალაქო სასამართლო ვიცით რამხელა, რა ტერიტორია უჭირავს, რამდენი დარბაზი აქვს. მაინტერესებს ერთდროულად სასამართლოში რამდენი საქმე განიხილება? ამ საკითხზე ძალიან მარტივია პასუხი. სასამართლოში განიხილება ერთდროულად იმდენი საქმე, რამდენი დარბაზიც არის. გარწმუნებთ რომ არ არის არ არის დღე, როდესაც შეიძლება დარბაზი იყოს არიელი. ან თავისუფალი და ან კონკრეტულ მოსამართლეს არ კონდეს საქმე. სისხლის სამართლის კოლეგიაში არის 4 მოსამართლე. შესაბამისად მათ ინდივიდუალურად აქვს დარბაზები განაწილებული და ყოველი დღე დაკავებულია ასე ვთქვათ შესაბამისი პროცესით. ადმინისტრაციულ კოლეგიაში არის 2 მოსამართლე, შესაბამისად ხდება დარბაზის განაწილება 2 სრული დღე საპროცესო დღე ერთ მოსამართლეს და ნახევარი საპროცესო დღე მეორე მოსამართლეს. შესაბამისად ანალოგიური პრინციპი მოქმედებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ეს გვაძლევს დათმის საფუძველს იმის, რომ თითოეული დღე სრული დატვირთვით მუშაობს.
ანუ არ არსებობს ასე ვთქვათ თავისუფალი დღის ინტერვალი, როდესაც სასამართლოში შეიძლება არ ჩატარდეს პროცესი. ამიტომ ეს ყველაფერი ბუნებრივია, ხანგრძლივობა პროცესის, სირთულე დავის კატეგორიის და ასე შემდეგ განაპირობებს უბრალოდ სტატისტიკურ მაჩვენებელს იმის თუ რამდენი პროცესი შეიძლება ჩაატაროს კონკრეტულ მოსამართლეს კონკრეტულ დროს. ეს დამოკიდებულია ბუნებრივია სასამართლოს დატვირთულობის გარდა მოსამართლის, ასე ვთქვათ, დატვირთულობაზე. ის განსაზღვრავს დღის წესრიგს, კონკრეტულად რამდენი საქმის განხილვა შეიძლება შეძლოს კონკრეტულ დროს. საქმის განხილვა ბუნებრივია არ ნიშნავს იმას, რომ ფორმალურად მოხდეს ხდომის გახსნა და ამით შეიზღუდოს მოსამართლე იმდენად რამდენადაც ხდომის ჩატარება მიზნად უნდა ისახავდეს დროულად სადაო საკითხის გადაწყვეტას. ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ განსაზღვრავთ ხანგრძლივობას კონკრეტული, ასე ვთქვათ, საქმის მიმდინარეობის. ეს შეიძლება იყოს 1 საათი, 2 საათი და ანალოგიური, ასე ვთქვათ, საკითხები არის, როდესაც საუბარი გვაქვს შედარებით დროში შეზღუდულ საკითხებთან მიმართებაში, რომელსაც კონკრეტული ვადები აქვს საქმის განხილვის. ეს არის დაუშვათ აღკვეთის ღონისძიებები, რომელიც 24 საათში განიხილება და ასე შემდეგ და შესაბამისად ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს დღის წესრიგი არ არის განსაზღვრული საკუთარი გადაწყვეტილებით. იმდენად რამდენადაც დღის წესრიგს ხდომების ჩატარების განსაზღვრავს სასამართლოს შემოდინებული, ასე ვთქვათ, შემოსული განცხადებები და შუამდგომლობები, რომელზეც სასამართლომ შესაბამის ვადაში უნდა იმშევოს. და ბატონ ლევანაი, მაინტერესებს, თქვა თქვენ ხართ მორიგე. დიახ. რას აკეთებთ, როცა ხართ მორიგე? მხოლოდ სასამართლოს ხდომები მიყავთ თუ აი რა ფუნქციებს შედის თქვენ და რამდენჯერ გიწევთ მორიგეობა, თქვა თვის განმავლობაში თქვენ კონკრეტულად ერთ მოსამართლე ლევან მიქაბერიძის? მადლობთ მოგახსენებთ კითხვაზე. ზოგადად მორიგე მოსამართლე. დიახ. ამგვარი ტერმინი სამ კანონმდებლობაში ზოგადად არ არის. მორიგე მოსამართლის, ასე ვთქვათ, სტატუსის დაწესება, შემოღება განაპირობა სასამართლო პრაქტიკა. დიახ. იმდენად რამდენადაც დღის წესრიგში დადგა საკითხი იმასთან მიმართებაში, რომ შესაძლებელია მქონდეს განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი, რომლის პარაგრაფშიც მე უნდა განვიხილო კონკრეტული სამოქალაქო საქმე. მაგრამ ანალოგიური მიდგომა ყველა მოსამართლეს, რომ ყველა მოსამართლეს დანიშნული აქვს თავისი ინდივიდუალური საქმე, რომელიც მას წარმოებაში აქვს და რომელზეც ასე ვთქვათ შედეგი უნდა დააყენოს და დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მაგრამ ამავე დროს გაჩნდა საკითხები იმგვარი, რომელიც მოითხოვს შემჭიდროებულ ვადებში დროულად რეაგირებას ამ საკითხებში. შესაბამისად, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დღის წესრიგში სავალდებულოდ აუცილებელი დადგა მორიგე მოსამართლის, ასე ვთქვათ, დაწესება, შემოღება, რომელიც პრაქტიკულად განსაზღვრავს მის სამოქმედო არეალს და სამუშაო გრაფიკს. იმ რეჟიმში, როდესაც მე წინასწარ ვიცი, რომ კონკრეტული კვირის განმავლობაში მომიწევს მორიგეობა, ანუ იმ საკითხებზე პასუხის გაცემა, იმ განცხადებებზე პასუხის გაცემა, რომელიც შეზღუდულ შედარებით ხანმოკლე ვადაში განიხილება, მე განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას, იმდენად რამდენადაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღარ ვნიშნავ ჩემს წარმოებაში არსებულ არსებით საქმეებს, რომ ასე ვთქვათ, დროულად უპასუხო ამ აქცენტებს. შესაბამისად, მორიგეობა არის ამგვარი რეჟიმით. სამოქალაქო სამართლის განხილვა სხვა თავისებურებით ხასიათდება, აქ არ არის შემჭიდროებული ვადები და ამას არ ჭირდება, ასე ვთქვათ, მორიგეობის დაწესება. მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები არის, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, შეზღუდული, ასე ვთქვათ, მისი განხილვის ვადები, შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვიწევს სამართალდარღვევების საქმეების მორიგეობით განხილვა. თითოეული მოსამართლე თითო კვირის განმავლობაში ვართ მორიგე მოსამართლეები, რათა განვიხილოთ აღნიშნული შემოსული სამართალდარღვევების საქმეები. ანალოგიური წესრიგი მოქმედებს სისხლის სამართლის კოლეგიაში, იმდენად რამდენადაც იქაც არის საკითხები, რომელიც დროულ რეაგირებას მოითხოვს და შესაბამისად ყოველ კონკრეტულ მოსამართლეს აქვს გაწერილი, ასე ვთქვათ, სამორიგეო გრაფიკი, რომლის განმავლობაშიც არის აქცენტირებული იმაზე, რომ არ დანიშნოს არსებითი საქმეები, რომ უზრუნველყოს ვადაში იმ სამორიგეო მასალის განხილვა. ეს შეიძლება იყოს შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ამ აუცილებლობამ განაპირობა მორიგე მოსამართლის ტერმინის შემოღება ჩვენს, ასე ვთქვათ, სისტემაში. აი დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დივანთან მოსამართლეების წინააღმდეგ ძალიან ბევრი საქმე დევს და სწორედ ამიტომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი.
მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საბჭო დისციპლინურ დევნაზე პრაქტიკულად ამბობენ უარს. ინსპექტორს შეეძლება აღზრას დისციპლინური წარმოება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ის ვერ მიიღებს. ის იქნება უბრალოდ გარანტი მდივანთან და სხვა წევრებთან იმისა, რომ ერთი ხელიდან გავა ეს პროცესი. თქვენი აზრი, აი დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ზოგადად მინდა შევეხო საკითხს, რომელიც შეეხება ასე ვთქვათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას, ფუნქციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ საუბრობთ გარკვეული სახის საჩივრებზე, რომლის შედეგი შეიძლება იყოს ამა თუ იმ შემთხვევაში ინდივიდუალური, შეიძლება იყოს რა თქმა უნდა დისციპლინური პასუხისმგებლობა კონკრეტული მოსამართლის, შესაძლებელია რომ ამ კონკრეტულ საჩივრის ფარგლებში ზოგადად შედეგი საერთოდ არ დადგეს. ჩვენ ერთი მთავარი პრინციპი უნდა განვასაზღვროთ და განვასხვავოთ, რა შეიძლება იყოს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი, რა კრიტერიუმები უნდა შევარჩიოთ იმისათვის, რომ ამგვარი სახის შედეგი დადგეს. რა თქმა უნდა, მოლოდინი ის, რომ კონკრეტული საჩივრის ფარგლებში აუცილებლად უნდა დაისაჯოს კონკრეტული მოსამართლე, ბუნებრივია არ იქნება ლეგიტიმური. იმდენად რამდენადაც თუ სწორად მიუდგებით ამ საკვანძო საკითხებს, ერთმანეთისაგან უნდა გამიჩნოთ საჩივრის ხასიათი, შინაარსი და პროტესტი, ანუ უკმაყოფილო მხარის, ასე ვთქვათ, დაფიქსირებული პროტესტი, რომელიც კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში კონკრეტული მოსამართლემდე მიდის. ანუ ძირითადი უკმაყოფილება მოსახლეობის, ანუ იმ პირების, რომლებიც სასამართლოს მიმართავენ დარღვეული ან სადავო ქცეული უფლების დასაცავად, მიმართული არის იმისკენ, რომ ანუ აქცენტი დასმული არის ძირითად შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ისევ შედეგის უკმაყოფილებაზე. ანუ მან ვერ მიიღო მისთვის სასურველი შედეგი სასამართლოში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, შესაბამისად ამან გამოიწვია მისი უკმაყოფილება და თუ გაუჩინა კითხვის ნიშნები, რომ აუცილებლად თუ კი მოსამართლე მისი სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღო, აუცილებლად მოსამართლე იყო მიკერძოვებული და ანუ სხვისი ინტერესი გაითვალისწინა. ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში მართებულია ხო? საბჭოს ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, რეაგირება, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე შედეგი მოსამართლის დისციპლინური დაჭრისა ვერ იქნება. იმდენად რამდენადაც გადაწყვეტილების კანონიერება მართებულობა უნდა შეამოწმოს ზემდგომ ინსტანციის სასამართლომ, ხო? აქ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭომ შეიძლება იმჯეროს სხვადასხვა საკითხებზე, გადაცლომებზე, თუნდაც ვადის დარღვევებზე, მაგრამ ვადის დარღვევაც ვერ გახდება, ხო? ბუნებრივია მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი იმდენად რამდენადაც არსებული რეალობის გათვალისწინებით არის უამრავი საქმე. შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტულმა ინდივიდმა მოსამართლემ ამდენ საქმეში ხომ კანონით გათვალისწინებული ვადები სრულად უზრუნველყოს და დაიცვას. რა თქმა უნდა, არის გარკვეული სახის კატეგორიის საქმეები, მაგალითად ალიმენტის დაკისრების საკითხები, სადაც სასამართლოს მიდგომა არის ცალსახად ის, რომ შედარებით ხანმოკლე ვადებში განვიხილოთ აღნიშნული კატეგორიის საქმეები, იმდენად რამდენადაც დაცული იყოს ბავშვის ინტერესები, მაგრამ შეუძლებელია ასე გლობალურად ამ კონტექსტით ყველა საქმის ვადის დაცვა, იმდენად რამდენადაც ფიზიკურად არ არსებობს ამის რესურსი, რომ მოსამართლემ უზრუნველყოს წარმოებაში არსებული საქმეების ანუ კანონით დადგენილი წესით და ვადებით გადაწყვეტა. შესაბამისად, ინსპექტორის შემოღება ბუნებრივია, აქ არ არის აქ ასე ვთქვათ, ცენზორივით იქნება. მიდგომა არ არის იმგვარი, რომ სასამართლო კორპუსს არ სურს კონკრეტული ინსპექტორის შემოღება. უბრალოდ აქცენტი არის დასმული იმგვარად, რომ გაიწეროს კრიტერიუმები, რომლის არსებობის პირობებში გვეცოდინება, რომ ის არიღებს გადაწყვეტილებას ინსპექტორი. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ვიცოდეთ რა კრიტერიუმების საფუძველი და რა კრიტერიუმების არსებობის პირობებში შეიძლება ამა თუ იმ კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით დადგეს შედეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის. გარდა ამისა, მთავარი საკითხი არის ის, რომ ბუნებრივია მიდგომა არის იმგვარი, რომ არ არის პრობლემა შემოღებული იქნეს თუნდაც ამგვარი დამოუკიდებელი ინსპექტორი, მაგრამ იყოს აუცილებლად სასამართლო სისტემიდან, მას კონდეს გამოცდილება სასამართლო მუშაობის. ყოფილი მოსამართლე უფრო უმჯობესია. ანუ სხვა ქვეყნების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სუბიექტი, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული და ამგვარი კომპეტენცია, არის მოსამართლედ ნამუშევარი, მოსამართლე. ზოგ შემთხვევაში რიგი ქვეყნების განსხვავებით მინიმუმ 5 წლის გამოცდილება ნამუშევარი დრო. იმიტომ რომ ინსპექტორის ფუნქცია უნდა იყოს არის სპეციფიური, ხო, რომელიც სასამართლო საქმიანობას უკავშირდება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სუბიექტმა, ანუ
პირობით იცნება, რა თქმა უნდა, სუბიექტი პირმა უნდა იცოდეს მოსამართლის დატვირთულობა, სპეციფიკა საქმის განხილვის და თვითონაც უნდა გქონდეს თქვა ეს გამოსtildeება გავლილი. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ დღის წესრიგად დაგვიდგება საკითხი, რომ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ამ საქმეში ნამდვილად არსებობს დისციპლინური გადაცნობის ნიშნები და შესაძლებელია კონკრეტული, ასე ვთქვათ, შედეგი დადგეს კონკრეტული მოსამართლის მიმართ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ, არეალი იმგვარი, რომ ყოველი კითხვა მოვხსნათ და გაიწეროს, ასე ვთქვათ, მისი კრიტერიუმები, ვინ შეიძლება იყოს ინსპექტორი და აქვს თუ არა ინსპექტორი. რა თქმა უნდა, გეთანხმებთ იმაში, რომ საბოლოო საკითხის ინსპექტორი არ წყვეტს და საბოლოო საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ, მაგრამ აქ უნდა გაიმიჯნოთ ის საკითხი, რომ მოთხოვნა მიდგომა არის იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ინსპექტორის, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციაც იყოს დღის წესრიგად განსაზღვრული, რომ ის იყოს მინიმუმ მოსამართლე 5 წლის მინიმუმ, ალბათ, არ ვიცი, მინიმუმ 5 წლის გამოცდილების. ამას არ აქვს მნიშვნელობა, კრიტერიუმები რომ იყოს განსაზღვრული, თორე პრობლემას ამაში რამდენად ვერ ხედავ. თუმცა ვფიქრობ იმასაც, რომ დღეს არსებული მდგომარეობის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს სრული რესურსი იმისათვის, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური საჩივრის ფარგლებში შესაბამისი შედეგი დააყენოს. რა თქმა უნდა, ბუნებრივი არავის ინტერესში არ შედის, ასე ვთქვათ, მოსამართლის დაცვა. თუ კი მოსამართლის ქმედებებში საქმიანობაში შეინიშნება დისციპლინური გადაცნობის ნიშნები, რა თქმა უნდა დადგეს და მე ვფიქრობ, რომ ამაზე საბჭო ადეკვატურად რეაგირებს. მაგრამ ეს არის ვიმეორებ, საჩივრის შინაარსი, საჩივრის მოთხოვნა აბსოლუტურად არის ინდივიდუალური და განსხვავებული და არ არის იმგვარი კატეგორიის საჩივრები, რომელზეც შეიძლება რაღაცა ამგვარი შედეგი დადგეს. ბატონ ლევან, ჩვენი გადაცემის დრო იწურება, ბევრი კითხვა ვერ დაგისვით, რისი დასმაც მინდოდა ამ გადაცემის მანძილზე, მაგრამ ბოლო კითხვას დაგისვამთ და მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. სიტყვით თავისუფლების დაცვის ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხშია ჩამოყალიბებული. იმავე კონსტიტუციაში ნათლადაა მითითებული, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ხოლო ცენზურა დაუშვებელი. აი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ პირადად თქვენს პრაქტიკაში თუ გქონიათ საქმე, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა? ნუ ზოგადად მე არ მახსენდება კონკრეტული საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, იმდენად რამდენადაც არ ვარ ინფორმირებული კონკრეტულ მოსამართლეს რა კატეგორიის საქმე ეწერება და დავის კატეგორია მისი რა არის. თუმცა რა თქმა უნდა ბუნებრივი ალბათ იქნებოდა ამგვარი სახის საქმე, თუმცა მე არ გახლავთ, ასე ვთქვათ, პრაქტიკით აღჭურვილი მოსამართლე, იმდენად რამდენად დაახლოებით მეორე წელიწადია, რაც სამოსამართლე უფლებამოსილებას ვახორციელებ. აქედან გამომდინარე, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო ცნობს და იცავს, რა თქმა უნდა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ამ შემთხვევაში ლეგიტიმაცია არის, ანუ სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს ბუნებრივია, ეს არის ინდივიდუალური შემთხვევები, რომელზეც ანუ ასე ვთქვათ შემოთავაზებული ფორმულა, რომ ამ კითხვის სადავობისას დარღვეული უფლების ფარგლებში განხილვის დროს, საკითხის განხილვის დროს ფორმულა ამგვარია, ბუნებრივია ასეთი რეცეპტი არ არსებობს. ეს არის ყოველი კონკრეტული ინდივიდუალური შემთხვევა, რომელიც ინდივიდუალურად წყდება. მე წუხარ, რომ სამწუხაროდ პრაქტიკაში ამგვარი კატეგორიის საქმე დღეს არსებული მდგომარეობით არ მქონია, საბოლოოდ ალბათ მომიწევს ამგვარი საქმის განხილვაც, რომელზეც შესაბამისად კანონით დადგენილი წესით, ასე ვთქვათ, მივიღებ გადაწყვეტილებას. დიდი მადლობა ბატონ ლევან. ეს იყო გადაცემა მართლმსაჯულება. დღეს ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი ტალღაზე FM 104.5-ზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბატონ ლევან მიქაბერიძე გახდათ. გადაცემაზე ჟურნალისტი თამილა დოლიძე და რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი მუშაობდნენ. ჩვენი გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით არის მომზადებული. ნახვამდის. ნახვამდის. მოგესალმებით ძვირფასო რადიოს მსმენელებო. სასამართლო ერთადერთი ორგანო არის, რომელიც მართლმსაჯულებას ახორციელებს. სამართლის ყველაზე დიდ დამხმარედ მიიჩნევს ბრალდებული, რომელიც ხდომის დარბაზში. თუ გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი და სასამართლოსადმი მოქალაქეთა მომართვია. საქმეთა რაოდენობაც მოიმატა და მომხმარებელმაც საქმეთა ნაკადმა. ჟურნალისტის ყოფნა პროცესზე გაასმაგებული мотиваცია, რომ კარგად წარმოჩინდეს სასამართლო. სამართლის გადაწყვეტილებას ცდილობს საქართველოს სახელმწიფო. მაგისტრის სასამართლო შექმნა მნიშვნელოვანი ნოვაცია იყო. შეგვიძლია პირდაპირ ეთერს უბრუნდებით. სასამართლოში წესრიგს უზრუნველყოფს
გამოიყობს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, არსებობს შინაგანა წესი, თუ რა ითვლება დარღვევა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე რამდენიმე წელია ელექტრონული მართლმსაჯულება ხორციელდება. ეს არის უდიდესი კომფორტი. მოსამართლისგან 5 მდედრობის სქესის წარმომადგენელი და 6 მამრობითი სქესის. ყველაზე დიდი შემფასებელი ეს არის საზოგადოება. შეეხება ადგილზე მოსულ მოქალაქეებს, თავაზობ მაღალკვალიფიციური იურისტების მომსახურებას. ისმეთ გადაცემას მართლმსაჯულება. გამსხვილება მოხდა სასამართლოების სულ 24 გამსხვილებული სასამართლო არის საქართველოში. არის გაძევებას და დაჯარიმებას კომპლექსური ფორმით, მაგრამ ძალიან შემცირდა. საზოგადოებამ ისწავლა, როგორ უნდა ბათუმის მოიქცეს. საქალაქო სასამართლო საერთო სასამართლოების სისტემაში თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ არის მეორე სასამართლო. სამართლე ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს. გადაცემა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით.